ტოქსინების დამალული და უგულებელყოფილი წყაროები შეიძლება ძალიან ცუდი შედეგების მომტანი იყოს. ერთ-ერთი ანგარიშის თანახმად სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა სამუშაოების ჩატარების შემდეგ ტყუის შემცველი ათასობით სადენების ნარჩენები დატოვეს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. მომწამლავი ტყუის შემცველი სადენები გადის წყალქვეშ, მიწაში და ჩვენს თავს ზემოთაც არის გადაჭიმული. დაშლის შედეგად ტყვია ხვდება იმ ადგილებზე, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, მუშაობენ და თამაშობენ. გარემოში ტყუის მოხვედრის პოტენციურ რისკს ზოგი სატელეკომუნიკაციო კომპანია ძალიან სერიოზულად ეკიდება, თუმცა ყველა არა სამწუხაროდ. უღიარებელ და მოუგვარებელ ცოდვასაც სერიოზული შედეგების გამოწვევა შეუძლია ჩვენ ცხოვრებაში. ცოდვის ჩადენისას ადამიანში თავს იჩენს ბუნებრივი მიდრეკილება იმისა, რომ შენ იღბოს იგი ან დაუმალოს ღმერთსა და ადამიანებს. თუმცა უგუნურებაა საკუთარ თავს ისეთი რაღაცეების კეთების უფლება მივცეთ, რაც ღვთისა და მისი სიტყვის წინააღმდეგ არის მიმართული და თანაც შევეცადოთ, რომ ეს ცოდვები უგულებელყოთ, დავმალოთ ან გავამართლოთ. როგორც იგავების წიგნში ვკითხულობთ, თავის დანაშაულთა დამფარველს წარმატება არ ექნება, ხოლო მათი მაღიარებელი და დამტოვებელი შეწყნარებული იქნება. წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ღვთის წინაშე ცოდვების აღიარებისას ის გვწმენს მათგან. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმენს ყოველგვარი უკეთურებისგან. მას ვთხოვოთ ღმერთს დახმარება იმაში, რომ გულწრფელად ვაღიარებდეთ ჩვენს ცოდვებს მის წინაშე. მანამ, სანამ ცოდვის მომწამლავი ნივთიერებანი გაჟონავდეს ჩვენს გულებსა და სხვათა ცხოვრებაში.